ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები უძებნულ პირთა უცხო სახელმწიფოდან საქართველოში და საქართველოდან უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხების შესახებ არსებულ ინფორმაციას აქვეყნებს და ამავდროულად ორგანიზაციას სურს საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევა ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით პოზიტიურად შეაფასოს და ამ მხრივ ქართული სამართალდამცავი ორგანოებისა და იუსტიციის სამინისტროს მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევს. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა დაედგინა თუ რომელ სახელმწიფოებთან ახორციელებდა მოლაპარაკებას ქართული სახელმწიფო ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე რომელი სახელმწიფოები ითხოვდა საქართველოდან ძებნილ პირთა გადაცემას და რამდენი ძებნილი პირის გადაცემა მოხდა ქართული სახელმწიფოსათვის. გაგაცნობთ ინფორმაციას 2010 წლიდან 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით ქართული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა 111 ძებნილი პირი. 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები განიხილავდნენ ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ 52 ძებნილი პირის ექსტრადიციის საკითხს, აგრეთვე ქართული სამართალდამცავი ორგანოები განიხილავდნენ უცხო სახელმწიფოსათვის 54 ძებნილი პირის გადაცემის საკითხს. 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით აღნიშნული პროცედურები ინიცირებული იქნა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 6 თებერვლის დროის მონაკვეთში. 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის განიხილავდა შემდეგი 16 უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ესენია რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, მოლდოვას რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, იტალია, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთის რესპუბლიკა და ბელარუსის რესპუბლიკა. ხოლო 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს მთავარი პროკურატურა განიხილავდა ძებნილ პირთა შემდეგ 15 სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხს. ეს არის უკრაინა, სომხეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, პოლონეთის რესპუბლიკა, რუმინეთის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, აშშ, ბელგიის სამეფო. შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოში ძებნილ პირთა გადმოცემის შესახებ 19 სახელმწიფოთან საქართველოს სრულად მოახდინა საექსტრადიციო პროცედურების დასრულება, აგრეთვე აღნიშნული დროის მონაკვეთში მოხდა 20 სახელმწიფოსთან 20 უცხო სახელმწიფოსთან მსჯავრდებულთა ექსტრადირება. ამ მიმართულებით ორგანიზაციას სურს, რომ დადებითად შეაფასოს აღნიშნული ჩატარებული სამუშაოები და თვლით, რომ ქართული სახელმწიფო დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო შეთანხმებით ნაკის ვალდებულებების სტანდარტების დაცვის ასრულებს, რაც ქართული სამართალდამცავი ორგანოებისა და კერძოდ არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.